არა, ეს საერთოდ არ ვარგა. Წარბები არ არის აწეული. უფრო სწორად ერთი წარბი. მალე ალბათ მეზობელ მუსტაფაზე სქელი წარბები მექნება. თბის ბოლოების გაჭაყარავდება. რა ხდება, შვილო? რაღაც ქალური უკმაყოფილების ხმა გავიგე. თუ მომესმა? არა, დედა, არ მოგესმა. შემომხედე. ასეთ მდგომარეობაში გარეთ როგორ გავიდე? მერთო, ნიკოლ, ვესკი მივხვდი, შენ გელაპარაკებოდი თუ შენს ჩავწერტილებს. ახლა ყველაფერს გამოვასწორებთ. აი ნიკოლ, ეს უნდა დაგეხმაროს. მოგზაურობიდან ბევრი მაგარი კოსმეტიკა ჩამოვიტანე. სუპერ ვარსკვლავებსაც კი არა, თამათი ყიდვის შესაძლებლობა. ხო და საქმეს შეუდგეთ. მინდა რომ ისე გამოვიყურებოდე, რომ ჩემმა მაგარმა კლასელებმა იჩხუბონ ჩემი ჩანთის წაღებაზე. აუ! დედა, არ შეიძლება უფრო ნაზად ქნა? ნიკოლ, მოითმინე, თორემ მაგომედის წარბებით მოგიწევს სიარული. სილამაზე მსხვერპლს მოითხოვს. ეს ყველა მიცის. არა, კარგია, კიდე უფრო კარგი სიამოვნებისთვის. მასაჟის კარგი იქნებოდა. აი შენ, სალონის აბონემენტი, ნებისმიერი პროცედურისთვის. უბრალოდ შოკოლადის შეფუთვის გარეშე. თორემ კიკი ისევ ვერ მოგშორდება. ასე რომ ძალიან ხო დამიჯერე. კარგი, თან ბოგდანთან ჩხუბიც მომიწევდა. რა მაგარია, მდიდარი დედა რომ გყავს. მუა! საზიზღრობა, ყელში ამომივიდა უკვე კლასელებისთვის იმის ახსნა, რომ ჩემი თმა სწველი კი არა, ბინზურია. ნიკოლ, რითი ხარ უკმაყოფილო? შეხედე, გეგონება ჩემი თმა ძროხამალოკა. პრისჩიკებიც გამომივიდა. ჩიანჭველები შეძვრებიან ჩემი სახის სპორებში, იმიტომ რომ ორმოები ეგონებათ. როგორი თაობა მოდის? შენ ხელა რომ ვიყავი, საერთოდ არ ვფიქრობდი მასეთ რაღაცეებზე. სახეს ვიბანდი და ლამაზი ვიყავი. იმიტომ რომ შენ მაგ ხელა რომ იყავი, წყლის გარდა არაფერი კონდათ და არც არავის არაფერი კონდა. ახლა კი ტონა კოსმეტიკაა, შამპუნებია, სისულელია ეგ ყველაფერი, შტერებისთვის ფულის წარქმევის გზა. ახლა გაჩვენებ ნამდვილ მუშა მეთოდებს. თანაც ბიუჯეტურია. აბა? ფუ, დევდა, ეს რა არის? ასეთი ცუდი სუნი რატომ აქვს? არ უნდა დასუნო. წაისმევ, შეიზელ და დაელევ. ყველაზე ტრადიციული წამალია, რას გამოუგონიათ. ეს რა არის? თავის სკალპის დასაბანი ხსნარია, მხოლოდ კვერცხი და წყალია და ძალიან მაგარი ეფექტი აქვს. შენ ნამდვილად გაოცდები. კარგი, იმედი მაქვს ამის გამო თავი არ მომძვრება. აი, ეს საერთოდ უნიკალური პროდუქტია, თაფლი, ნახშირი და ცოტა ვაშლი. წაისმევ სახეზე და შენ თავს ვერ იცნობ. დამიჯერე. არანაირი შავი წერტილები და არანაირი გაღიზიანება და არც კანი სახეზე. ეს კი პიტნის და კოწახურის ხსნარია. ერთი წასმა და საერთოდ გაგიქრება პრისჩიკები. პირდაპირ თავისით იწმინდება ორგანიზმი. ფუ, როგორი საზიზღრობაა. ღარიბად ყოფნა საშინელებაა. სპაიდერმენზე მაგარი ვინ არის? ის ხომ მაგარი არის. ჩვენ ბევრი საერთო რამე გვაქვს. სპაიდერმენის გოგო უფრო ლამაზი არის ვიდრე ჩემი. დამშვიდით რა, მარველი აუტაცია, თქვენი ლიმიტი მაქსიმუმ საბავშვო ბაღის ქვა. ბავშვებო, როგორ მიდის საქმეები? პროდუქტებით სავსე პარკს ხედავთ, რაც ნიშნავს იმას, რომ ყველაფერი უფრო კარგად და კარგად მიდის. რადევს შიგნით? იმედია გემრიელობები მოიტანე. თან ისეთები, დღეს როგორც ყოველთვის სხვადასხვა ტრენინგზე ვიყავი. ამჯერად რა იყო? ჩინჩილას კოსტუმის შეკერვა, ასანთის ჩხირები. ან მკითხაობა, როგორ უნდა გაიგო შენი მომავალი ნასკების სუნით? არა, ამჯერად სწორი კვების ტრენინგზე ვიყავი. და იცით რა? აღმოჩნდა რომ ძალიან ცუდად ვიკვებებით. მოიცა, არ მითხრა რომ თხებისავით ბალახს შევჭამთ. სულაც არა. ვა, როგორი მდიდრულია. ეს მხოლოდ წასახემსებლებია. დღეს ქვეყნის საუკეთესო შეფი მოვა, სადის მოგიმზადებს და ყველას ინდივიდუალურ საჭმელს გაგუგეთებს. ვალდემარს რატომ აღარ დაყავს ტანია რესტორნებში? როგორც ჩანს, მას ამდენი ფული არ აქვს. მინდა რომ მაგარი მწვრთნელი გავხდე და დიეტაზე ვიყო. როგორც ჩანს, სწორი კვება მხოლოდ საზღარიბოსნეულია. არაფერი მსგავსი. შეხედე, წითელი თევზის ტოსტი, ავოკადო და ყველის ნაღები. და ეს რა არის? ეს უშაქრო, უგლუტენო ტორტია, თხილით და ალუბლით. მე მომწონს. მეც ხომ არ გავხდე მწვრთნელი? გოგოებს დაკუნთული ბიჭები ხომ მოწონთ? შენ ისე კარგად ხარ დაკუნთული, როგორი კარგიც მედალედი დიანას ურთიერთობაა. ისე მეც ხომ არ დამეგდო რამდენიმე კილოგრამი? რაზე ლაპარაკობთ, ახალგაზრდებო? ჩვენ გადავწყვიტეთ რომ სწორპებაზე გადავიდეთ. ისე? ძალიან კარგი იდეაა. ბევრ საშინელებას ჭამთ და თქვენ ორგანიზმს გაწმენდა ჭირდება. უბრალოდ საჭმლის მომზადებაში დახმარება გჭირდება. კარგი, თორემ არც თუ ისე მარტივია საჭმლების გაკეთება. მეტი სიტყვა აღარ გავიგო. ნახევარი საათი მომეცით და ჯანსაღი საუზმე მაგიდაზე იქნება. Ta-da!
ამის ჭამის ცოტა მეშინია. რაღაც არ გავს იმ ფოტოებს შენ მომგვაჩვენე ნიკოლ. ეს საერთოდ რა არის? როგორ თუ რა? ქაში ბიუჯეტური რამაც შეიძლება რომ მოგაფიქრდეთ. თლიან ორგანიზმს დეტოქსიკაციას უკეთებს. კი, ბიუჯეტურია, მაგრამ საშინეს შეგრძნებას და საჭმლის მიმართ ძისხს უმატებს. მადლობა ტანია. ნამდვილად თლიანად შევჭამთ. უბრალოდ ცოტა მერე. ჩემი აზრით კემბრიელია. მოკლედ ბავშვებო, აი მასზე მივდივარ. თქვენის რჩევა მჭირდება. ზედმეტად გამოპრაწული ხომ არ ვარ? თორემ არ მინდა ჩემს თანახვაზე ეგრევე მივხვდეს, რომ ჩემი მოვლა რთული იქნება. იცი რა, ოდნავ გამომწვევი არის და თან რაღაც მოდურია. კარგი, კიდევ რაღაცას დავამატებდი. აი შენს ბრილიანტის ყელსაბამის მსგავს რამეს, თირკმელი რის გამოც გაყიდა შენმა ყოფილმა. ნიკოლ, რას ამბობს? ეს ნამდვილად ყველანაირ ზღვარს და ცდება. რა გინდა? ვიღაც კაცი რომ ჩუსტებით დაიარებოდეს ჩემს სახლში? თანაც შენი ჩვენი ჩუსტები. საჭმელი შეჭამა და სულელური ხუმრობები თქვა. თითქოს ცდილობს რომ ახალგაზრდა იყოს. ბოგდან, შენ რას ფიქრობ? ჩემი აზრით კიდევ რაღაცა კლია. ჰაილაითერი. ხო, ზუსტად. შორიდანაც რომ ლამაზი იყო. ნამდვილად ულამაზესი იქნები. რა საყვარლობაა? მადლობა. ეს თქვენი რჩევები ყოველთვის მეხმარება. სად მიყავ ხარ? წინაზე პარიზში წამიყვანა სპონტანურად. ამჯერად კი იახტაზე საკატავებლად მივდივარ. ლობსტერი მაინც წამოიყოლე. მდიდრული ცხოვრების გემოს გავსინჯავთ. კიევი, ვიშნებეცკი. ბავშვებო, რაღაც მოხდა. წყლის შენახვა აღარ დაგჭირდება და კვირაში ორჯერ შეგვეძლება დაბანა? გამოიცანით ვინ დაპატიჭა სადაბაზოდან შაურმის საჭმელად. რა? ვინ? ჩვენმა მეზობელმა კოლია ბიძია? კი, მართალია. მთელი თვე ამაზე მუშაობდი. უღიმოდი, ნაგავს რომ მყრიდი. მე კიდევ ვფიქრობდი რომ აღარ დამირეკავდა. მერე კი უცებ დამირეკა. საუკეთესოდ უნდა გამოიყურებოდე. ის ხომ უფროსი ინჟინერია სადგურში. ბევრი რამ აქვს კიდევ წინ. ჩემი საყვარელი მოსაწმენი ხომ არ ჩავისვა? უნდა გამოშტერდეს შენ დანახვაზე. კი არ უნდა შეეცოდო. ეს არის რაც ვჭირდება. ამაში თუ დაგინახავს, ეგრევე სადგურის დირექტორად გახდომა მოუნდება, რომ შენ მოგხიბლოს და ყველაფერი რაც მოგინდება გიყიდოს. ვარცნილობაზე რა აზრის ხართ? თავი ხომ არ უნდა დავიბანო? რატო? ინჟინერია, პრეზიდენტი კი არა. ზუსტად, შეიკარი, ქუდი დაიხურე და ეგა. ტანია, 10-დან 10 ხარ. მადლობა ბაჭიებო, ვეცდები 2 შაუ მოვაყიდინო და მეორეს თქვენ მოგიტანთ. გაგახსენებთ ხორცის გემოს. სინდისი იქონიეთ, ყოველთვის მევყრი ნაგავს, ჩემი სიკეთით ნუსაგებლობთ. მე უნდა გადავყარო? ჩემი მეგობრებიდან ვინმე დამინახავს რომ ნაგავს ყრი. სირცხვილს ვერასდროს მოვიშორებ. არც კი შემომხედოთ მე, ყველაფერს ეგრევე ბოგდანი აკეთებს ხოლმე. უცხოსგან ხურდის თხოვნა გვიწევს, იმიტომ რომ ყოლა არ მოგდის. ბოგდანი, ვიღაც გოგო ტალახში უნდა ჩავაგდოთ, იმიტომ რომ კაბით მოვიდა, ბოგდანი. არა, სამართლიანი ცხოვრება, ჩემო მეგობარო. რა გაიყავით, რაზე ჭუბო? ნაგვის სუნით ყავს თითქმის მთელი სახლი და არავის უნდა რომ გაიტანოს. და საერთოდ დედა, შეგახსენეთ რომ შენ აქ ცხოვრობ. კარგი იქნება რომ შენ მაინც გადაყარო ხოლმე. და თქვენ რა გგონიათ რომ ხოთ ფულის ნიჭით ამაღება ვიცი? ავიღებ და გადავყრი. უბრალოდ რაიმე წესიერს ჩავისმევ. რატომ უნდა სულ ქარებს რომ კარგად გამოიყურებოდნენ ნაგვის გადაყრისას რომ მიდიან? უნების კანონია. ვერ შეცვლი. აბა, სადაა ექპენი ნაგავი? აიღე. წარმატებები დედა. ეს ხომ მხოლოდ ნაგავია. ყველა ყრის. არაფერია ისეთი. კარგი, მორჩა. ვაღიარებ, რომ ეს ჩემი საქმე არ არის. შემომხედეთ როგორ მასვია. ეს შანერის ჩანთა უნდა იყოს აქ და არა ნაგვის პარკი. აი ჟენია, ხომ გითხარი? მომეცი $50. ჩვენ ხო დანანძლებთ. ბოგდან, მიდი და გადაგიხდი. შენ გადააგდე. არაფერი ისვრება. რაღაცა და ეგრევე ბოგდანი. დედა, არ მინდა ნაგვის გადაყრა. შეიძლება ჩემი კლასელები შეხვდნენ და შეხედე როგორ გამოიყურები. მერე რა? რა იყო? შენი კლასელები არ ყრიან ნაგავს? მარტივი უნდა იყოს შვილო. ისედაც პირველ კლასელებს ვართვენ საჭმელს, იმიტომ რომ ფული არ მაქვს. ამაზე მარტივი რა გინდა? ვინ დაგინახავს ნაგვის უნასთან? ახლა დასვენების გაკვეთილი გექნება. ჩემთან ერთად გაიმეორე. 1 2 და 3. აი ნახე, შენ კიდევ დარდობდი. აქ ვინ უნდა შეგხვდეს? თუ ფიქრობ რომ ნახავ მაიკა გიყიდეთ, ესე იგი მაგარი ხარ და გარეთ პაპარაცები გელოდებიან? კარგი რა. არა, არა, ოღონდ ეს არა. რა იყო?
ოხ, მერთო, ახლა რა უნდა ვქნა? არ მითხრა რომ დამინახა. ეს ხო მედვარდია, ის ყველა გოგოს მოწონს. და მე რა? განახე როგორი ოჯახის ქალი ხარ. პლუს 100 შენს მიმჯიდველობას. ამას როგორც ჭკვიანი ქალი ისე გეუბნები. ინძური თავი, ჩუსტები და ნასკები. ღვთაებრივად გამოვიყურები შენთვის? ნიკოლ, შენ ხარ? ვიღაც უსახკარო მეგონა, დახმარება მინდოდა და შენ აღმოჩნდი. მართლა გონია რომ სულ ასე გამოვიყურები? უბრალოდ რაღაც სოციალურ ექსპერიმენტებს ვატარებთ. დაბალ პლასზე უნდა დავშებულიყავით და გაგვეგო რა აწუხებს ხალხს. ნიკოლ, გეყოფათ ყუილები? კი, ნაგავსყრის, სახსალაგებს. დედაკ, ხო, გეყოფა. ო, ხედავ, მან რასაკეთებ? როგორ მიდის შენი ცხოვრება? რა, ჩვენ გვეუბნებით? პირველად ხედავთ. აგერ ნაგავში ვიქექებოდი და მაგარი რაღაცეები ვიპოვე. თითქმის სულ ახალი, ხვრელების გარეშე ამჯერად. თავიდან ჩემთვის დატოვება მინდოდა, მაგრამ მე ვიფიქრე რომ თქვენ უფრო გამოგადგებოდათ. ძალიან მაგარია, ყველას ვანახებ და სიცილით გასკდებიან. მორჩა, სიცხირი ვჭამე. არასდროს გავალ ამიერიდან სახლიდან. საშინელება. კარგი რა, ნიკოლ, ისეთი არაფერია, ისეთი შეგიყვარონ, როგორიც ხარ. აბა რა სიზამ, წაიღებ თუ არა? კი, რა თქმა უნდა. რა მოხდა ნიკოლ? სულ გაუბერე სამსულელებმა. ჩემი საშინელი ფოტო, სადაც სანაპიროზე სიმინს ვჭამ, გაუგზავნეს იმას, ვინც მომწონს. რა საშინელებაა? კიდევ, ჩემი საყვარელი გუჩის ჰუდი საბნად გამოიყენეს და მიწით და ბალახით დააფუჭეს. მაწყენიეს და დებილი დამიძახეს. არა, ეს უკვე ყველანაირს ვარცხდება. ჩემს დაცვა ჟორას დაურეკავ და ნახე რას უზამს. საქმე ცუდად აქვთ. დავალება მაქვს შენთვის. რამდენი? ორნი, ძალიან არა. ჭკუასაოლე. გასაგებია. სულ ესაა, ახლა კი შედეგს დაველოდოთ. შემდეგი. ოპა, და რა მოხდა? ნიკოლ, ძალიან გთხოვ, გვაპატიე. კარგი, ამჯერად გაპატიებთ, იმედი მაქვს ჭკუას ისწავლით. ნუ გაბრაზდები რა, ის ფოტო ხომ რაღაცნაირად სააცილო იყო. ხო, ძალიან მოეწონა ედვარდს. დედა, შეხედე, საერთოდ გაგიჟდნენ, ჩემს საწოლზე ჩაი დაასხეს და ისე იცინიან, გეგონება ჩავიფსი, თან ფოტოებს უღებენ და ინტერნეტში დებენ და აწერეთ, ნიკოლი 11 წლის კი არის, მაგრამ ძილში ციფსავსო. როგორ არ ცხენიათ, ახალე მივხედავ მათ. ახლა ეს როგორ გავიგოთ? ო, უკვე ჩაგვიშვა. არა, მართალი, კი არ ჩაგიშვით, არამედ დედას მოუყევი რას მოხდა. რატომ დებთ მასეთ ფოტოებს სოციალურ ქსელში? ხვდებით რომ მამით მერც მარცხენთ და ჩემს 11 წლის ქალიშვილ საათს? საშალეთ საწოლის ფოტო. კარგი რა, რეალურად ხომ ის მაინც იფსამს, ეს ხომ მაინც სიმართლეა. რა მოხდა, არა უშავს? ბავშვებო, მორჩა, სასწრაფოდ წაშალეთ, თორემ მეორადების ტრიკში ჩაგაყენებთ. აი, ახლა მართლაც კაცრი ხარ. კარგი, წავშლით. კარგი, ახლა კი ყველა ხელები ჩავკიდოთ. შერიგდით და აღარ იჭხუბოთ. დედა, აღარ ვართ უკვე 7 წლისები. ხანდახან ამაში ეჭვი მეპარება ხოლმე. მოვიწყინე, გარეთ ხომ არ გავიდეთ? ყელში ამომივიდა სახლში ძდომა. თუ გასართობას წავალთ, მაშინ სვიტერს ჩავისვა. ვერაფრით ვერ მოახერხე ამ სასურავო კოსტუმის ჩაცმა. ახლა ვერ ჩაიცვამ. ცივა. ბავშვებო, მალე გამოიცაეთ ამ კონვერტში რა დევს? ფული, ბანალურია. არა, აქ მოგზაურობის ბილეთებია. ჩვენ 5 დნი მალდივებზე მივდივართ. Yes! თითქოს ჩემი აზრები წაიკითხე. მოიცადე, 5 დნი? ჩვენ ხომ აქ 4 დნი ვართ. კიდევ ვოლდემარიც რა თქმა უნდა. იმედი მაქვს შევეგუები მასთან ერთად ყოფნას, როცა სანაპიროზე გავირუჭები. ხო, მოვიწყინე. კარგი, უკვე ყველანაირ გართობაზე თანახმავარ. რა მაგარი იქნებოდა სადმე სამოგზაუროდ წასვლა რომ შეგვეძლოს. ბავშვებო, რატომ მოიწყინეთ? ვის უნდა გართობა? რა, ჩვენ? კარგი, იმედი მაქვს გართობა ისევ ჯართის ჩაბარებას არ ნიშნავს. არა, ამჯერად სათავგადასავლოდ ბუნებაში მიდიხარ. ძალიან საინტერესო რაღაცეები გადაგხდება თავს. Yes! მოხვედით. ამდენი ხანი სად იყავით? ამდენი ხანი სად ვიყავით? ჩვენ გვეკითხები? რატომ მოგვატყუე? როდის მერე იყო გასაოცარი თავგადასავალი მეზობელ სოფელში კარტოფილისთვის გადასვლა? ერთადერთი ლამაზი რამ რაც ვნახეთ, ძროხები იყო. და კიდევ რაც მათ უკან დატოვეს სიარულის დროს. ბათაშორის ტყეში მბლები არიან. მათგან თავის დასახსევად კარტოფილების ციბილი მოგვიწია. თუ არ მოვიტანდით, სახლში არ შემოგვიშვებდი. სხვა გზა არ გქონდა. ბოდია, ეს ყველაფერი კიდევ ჭექა ქუხილმა და ტორნადოებზე გაფრთხილებამ დაამშვენა და კიდევ იმან რომ ვიღაც ციხიდან გამოგწეულ მანიაკისგან გავიქეცით. კარგით რა, ხომ მოყვედით სახლში მშვიდობიანად, თან გასეირნებას გამოგივიდათ. მე აღარ წავალ ასეთ თავგადასავლებზე. მოგიწევს, ხვალ იგივე ადგილას, ხახვისთვის მოგიწევს წასვლა.
დღეს სად წავიდეთ? იქნებ ატრაქციონების პარკში? უბრალოდ ახლა ვამბობ, ჰოთ-დოგის მერე ატრაქციონებზე არ დავჯდები. ხომ, მთელ პარკს ახსოვხარ წინა ვიზიტის მერე. ბავშვებო, სადმე მიდიხართ? კი, ბევრი რაღაცეების ყიდვას ვფიქრობ და მე ატრაქციონების პარკში წასვლას. ოჩაღები ხართ, გაერთეთ. მადლობა ტანია. რა მაგარია მდიდარი დედა რომ მყავს. ჯანდაბა, როგორ მინდა რამე გემრიელი ვჭამო? ჭამაშტერობა, კბილეული იშვიათად გვაქვს. არ ხარ მართალი ნიკოლ, ჩვენ აქ ყველაფერი გვაქვს. რა? შენ თუ წინაწლის პროტონებზე იძახი, მინდა გითხრა რომ აღარ არის. არა, მაგას არ გულისხმობ. აი ეს არის სიმდიდრე. ვაიმე, რამდენი რამეა. ძალიან მაგარია. ეს ყველაფერი საიდან? მოვიპარე, ციხეში ვიჯექი და ბებოც ციხეში წავიდა. რა? აი თურმე სატყოპილა ბებო. კი, ახლა მისი ჯერია. მისი ტელეფონის გამო მთლიანი წელი გამიცივდა. 3 2 1 0 თქვენ მისტიკოლის სახზე ხართ. მადლობთ რომ უყურეთ ამ ვიდეოს ბოლომდე და გადავიწათ და ლაიქება და ჩვენ წავედი. კარგად.